მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ გიბრუნდებით ძალიან საინტერესო რუბრიკით, რომელიც ეხება მასწავლებლის გამოთვლას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამიტომ, ვინც ხართ დაინტერესებული აი ამ საკითხით, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, რათა არ გამოგრჩეთ ის სიახლეები, რომელთაც ძალიან ხშირად შემოგთავაზებთ. დღეს ჩვენ განვიხილავთ 2025 წლის საგამოცდო ტესტის ერთ-ერთ საკითხს და ვიმსჯელებთ, როგორ მივიდეთ სწორ პასუხამდე ყველაზე მარტივი გზით. მაშ დავიწყოთ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელ ზმნას არ შეეწყობა ირიბ ობიექტური პირი, თუმცა აისახება მისი პირის ნიშანი. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად გავიაზროთ დავალება თუ რას გვეკითხებიან. მნიშვნელოვანი არის ირიბ ობიექტური პირი და მნიშვნელოვანია აი ეს წინადადებაში მოცემული ზმნა არ შეეწყობა. არ უნდა შეგვეშალოს ეს, სწორედ ამიტომაც არის, რა თქმა უნდა, ხაზგასმული. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ირიბ ობიექტური პირი. მოდი გავიხსენოთ, რომ ირიბ ობიექტური პირი არ მოგვეპოვება ერთპირიან ზმნებში, მაგრამ ის შესაძლოა იყოს ორპირიან ზმნაში, ხოლო სამპირიან ზმნაში ერთ-ერთი პირი ყოველთვის არის ირიბ ობიექტური. ყველაზე მარტივი გზა, რომ მოცემულ დავალებას გავცეთ სწორი პასუხი, უნდა განსაზღვროთ ქვემოთ ჩამოთვლილ ზმნებში რამდენი პირი გვაქვს. ამისათვის განვიხილოთ თითოეული მათგანი. შეგახსენებთ, ვარკვევთ მხოლოდ პირების რაოდენობას პირველ ეტაპზე. მაშ განვიხილოთ პირველი ზმნა. გასდევს ის მას. მაგალითად, გასდევს ხაზი ფურცელს. ზმნა არის ორპირიანი. გადავიდეთ მეორე ზმნაზე. გასვრის ის მას. მაგალითად, ბავშვი გასვრის მაისურს. ეს ზმნაც გახლავთ ორპირიანი. შემდეგ, გასვამს ის მას. აღნიშნული ზმნაც გახლავთ ორპირიანი, მაგრამ გასტანს ის. მაგალითად, წვეულება გასტანს დიდხანს. რა თქმა უნდა, ეს ზმნა არის ერთპირიანი. ვიდეოს დასაწყისში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ზმნა, რომელიც არის ერთპირიანი, მასში არ იქნება ირიბი ობიექტი. მაშ ზმნის პირიანობის რაოდენობის გარკვევის შედეგად ძალიან მარტივად მივედით სწორ პასუხამდე. გასტანს არის ის ერთადერთი ზმნა აი აქ ჩამოთვლილი პასუხებიდან, რომელიც არის ერთპირიანი და მასში არ მოგვეპოვება ირიბი ობიექტი, თუმცა მასში აისახება პირის ნიშანი. მაშ ბოლო D პასუხი აკმაყოფილებს აი ამ მოთხოვნას. აი ასე ძალიან მარტივად მივედით სწორ პასუხამდე, აღარ დაგჭირდა თითოეულ ზმნაში გაგვერკვია მოცემული ობიექტი ირიბი იყო თუ პირდაპირი, ვინაიდან უკვე ბოლო ზმნა გახლდათ ერთპირიანი და შეუძლებელი იყო, რომ მასში გქონოდა ირიბი ობიექტი.